ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთ ხმაურიან ბრალდებას უყენებს. ჯო ვილსონის განცხადებით ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული საომარი ოპერაციების შემდეგ საქართველოსცა რუსული ავიამზიდებისთვის გაიხსნა. კონგრესმენს საკუთარი განცხადებების მტკიცებულებად ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, თუმცა ირწმუნება, რომ სწორედ ამ გზით გააგზავნა მოსკოვმა ირანის მიმართულებით ისეთი რესურსები, რომლებიც თეირანმა მოგვიანებით ამერიკის წინააღმდეგ გამოიყენა. ქართული ოცნების რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს. მას შემდეგ მალევე რაც ეპიკური მძვინვარების ოპერაცია დაიწყო, ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენელმა გროტესკულად და დაუმალავად ირანის საელჩოში ხელი მოაწერა სამძიმრის წიგნაკს, რომელიც დიქტატორ ხამენეის გლოვობდა და ირანის წინააღმდეგ ამერიკულ დარტყმებს გმობდა. ქართული ოცნება დაეხმარა ირანს მიმდინარე ომში იმით, რომ თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა რუსულ სტრატეგიულ ავიაგადამზიდებს, რომლებსაც რესურსები მიჰქონდათ, რათა დახმარებოდნენ ირანულ რეჟიმს და ძირი გამოეთხარათ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევებისთვის. ვილსონმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა ჰადსონის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც მთლიანად საქართველოს საკითხს დაეთმო. ამავე დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის წევრმა გიორგი კანდელაკმაც. ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა ყურადღება იმ სასწავლო დაწესებულებაზე გაამახვილა, რომელიც მისი თქმით საქართველოში ირანულ და შესაბამისად ანტიამერიკულ ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამ თემაზე გაკეთებული განცხადების გამო კანდელაკი რამდენიმე თვის წინ საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვაზეც კი დაიბარა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ შეძლო ეპოვა კომფორტული გარემო, სადაც წარმატებით ააშენა გავლენიანი ინფრასტრუქტურა. ეს ინფრასტრუქტურა შედგება ორგანიზაციების მთელი ეკოსისტემისგან, რომლებიც მიჩნეულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორგანიზაციებთან, რომლებსაც გუშაგთა კორპუსი სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანების რეკრუტირებისთვის იყენებს. ხოლო შემდგომში კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ყოველივე ამის სათავეში კი უნივერსიტეტია. მას ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი ჰქვია, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე კანადის მიერ ტერორისტთან კავშირის გამო სანქცირებულია. უარგუმენტო და ცილისმწამებლური ასე აფასებს საქართველოს მმართველი ძალა ჰადსონის ცენტრში გახმოვანებულ გზავნილებს. ქართული ოცნების კრიტიკის ობიექტი განსაკუთრებით ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულნი არიან, რომ ვილსონის განცხადების მიღმა პოლიტიკოსის ფინანსური ინტერესები იმალება. ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და უთხრათ, ეს არის ჯო ვილსონის აკვიატება. კი ბატონო, თუ ეს რაიმენად შველის მის ცხოვრებას რაიმენად გაუმჯობესებს, რომ საქართველოს ეს ფრაზები თქვას, ასეკოვანი ადამიანი არის და მოუთმინოთ ერთ-ერთჯერ ასეთი განცხადება. გიორგი კანდელაკის ძმაკაცი რო იქნება ადამიანი და იმის ჭკვაზე იulis, რა ვქნათ, რა ვქნათ, დავივიწყოთ ეს ყველაფერი. პარანოიკული განცხადებები ერთი მხრივ არის მისი პირადი ტრაგედია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის თუ როგორ მუშაობს გავლენები, ლობიზმი და ფული. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არანაირი რეალობა საქართველოს პროირანულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. საქართველო რო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ძალის მატარებელი სახელმწიფო, ჯო ვილსონს ამდენხანს უკვე პასუხისგებაში მისცემდა. იცის, რომ ის დაუსჯელი არის და შეუძლია სხვა ქვეყანაზე და საქართველოზე ყველანაირი სიბინძურე ილაპარაკოს და გაავრცელოს. აქვს თუ არა საფუძველი ამერიკელი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჯო ვილსონი დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირია. ეს კი არ გამორიცხავს, რომ ამერიკულ დაზვერვას ჰქონდეს ინფორმაცია თბილისსა და ირანს შორის არსებულ კავშირებზე. რასაკვირველია, ეს რეჟიმი არის აფილირებული ირანის რეჟიმთან, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალსაჩინოში და ქართველი ხალხისთვისაც არგანც ამ რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო ჩასული ირანში, გამოხატავს სოლიდარობას ირანისადმი, ესწრება ინაუგურაციებს, ესწრება პანაშვიდებს და გასვენებებს თბილისის თავზე დროშას ანთებს ირანის ფერებში. ჰადსონის გამოძიებით ირანული ინფილტრაცია ქვეყანაში იყო და არის ძალიან მაღალი. ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერშიპიც აცნობიერებს იმას, რომ ამერიკის პირადი წითელი ხაზები მტერი ირანის სახით, რომელსაც ინფილტრაცია აქვს საქართველოში, არის პრობლემა და გამოწვევა. ამერიკის შეერთებული შტატები ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებსაც ნამდვილად არ აქვს
ინფორმაციის მოძიების და ინფორმაციის გადამუშავების პრობლემა. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული თუ აღნიშნულ ქმედებას ჰქონდა ადგილი. არის თუ არა სპეკულაცია უილსონის განცხადება, ოპოზიციისა და ამ თემაზე ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასება ტრადიციულად მკვეთრად განსხვავდება.